ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახალგაზრდები ვაკის პარკის დასაცავად კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა სიმღერა ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს. გავიზარდე ვაკის პარკში ამ სლოგანით ხვალ აქციაც იგეგმება. ვაკის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო კამპანია დაიწყეს. სოციალურ ქსელში გვერდი გავიზარდეთ ვაკის პარკში შექმნეს. ამბობენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც გაიზარდნენ, რომელთანაც საუკეთესო მოგონებები აკავშირებს და ფიქრობენ, რომ თუ ამ პრეცედენტს ხელი არ შეუშალეს, შესაძლოა ტერიტორიაზე სხვა მშენებლობებიც განხორციელდეს, რაც პარკს სარეკრეაციო ფუნქციას დაუკარგავს. საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ახალგაზრდები 16 მარტს 2 საათზე ვაკის პარკში აქციას მართავენ, სადაც აზრის გამოსახატად ტრიბუნა ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება. ჩემი აზრით და ჩემი მეგობრების აზრით შემიძლია ესე ვთქვა, ყოველგვარი ინვესტიცია უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობაზე მოგებული და არ უნდა ემსახურებოდეს ვიწრო ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს. ანუ ჩვენთვის თავარი ამ შემთხვევაში არის ჩვენი პარკის ინტერესები. არ ვებრძვით იმას ინვესტორებს, ამოჩენებული არ გვყავს ისინი. უბრალოდ აქედან გამომდინარე არის, რომ პარკი გვიყვარს და ვერ ვხედავთ ჩვენ ამ სასტუმროს ადგილს ამ პარკში. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო არის ესეთი პროექტი რომ წამოიწყეს და მე როგორც თორნიკე ანტიძის მეგობარი და ასევე როგორც ამ საკითხის გულთან ახლოს მიმტანი ადამიანი, ვფიქრობ, რომ ჩემ წულს შევიტან აქ მოსვლით და გვერდში დგომით ამ აქციის მონაწილედ. ვაკის პარკის დაცვის თემაზე ახალგაზრდებმა სიმღერა დაწერეს, რომელზეც ანიმაციური ვიდეო რგოლით შექმნეს. გვერდში დაუდექი რითი ჩემეძლო, ანუ ამ შემთხვევაში მუსიკით და სიმღერის დაწერით და შესრულებით და ანუ არ ვიცი, ესე შეიქმნა ერთობლივად. როდესაც გავიგეთ, რომ თორნიკე ამ პროექტს აკეთებდა და მეც რომ დავინტერესდია, რომ არ ვიცოდი იქამდე და რომ მეც შემაწუხა ამან, ანუ დავწერე ლექსი, რომელიც დაასრულა სოფუნამ და ამ ლექსიდან შექმნა სიმღერა. ვიდეო რგოლი, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მხოლოდ ვაკეში მცხოვრები ახალგაზრდების პოზიციას არ გამოხატავს. მათ გვერდით უცხოეთში სასწავლებლად წასული ბავშვებით შეუერთდნენ. საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოზარდები გერმანიის და ინგლისის ბუნების დამცველ ორგანიზაციებს ვაკის პარკის პრობლემას შეატყობინებენ. ასევე მზადდება წერილი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. ახალგაზრდებს იმედი აქვთ, რომ ის მიმართვას გამოეხმაურება და ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.